პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე არასამთავრობოები მთავრობას რეკომენდაციებს თავაზობენ. ამ საკითხებზე ფონდი ღია საზოგადოებას საქართველოს ოფისში დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევა. კვლევის შედეგად არასამთავრობოებმა დაადგინეს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების რეგისტრაციაზე და მის დაცვაზე კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმები არ არსებობს, რაც პრობლემაა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. არის სიტუაცია, როდესაც ბავშვები ექცევიან კრიმინალური სუბკულტურის გავლენის ქვეშ და მათ ფაქტობრივად არ აქვს სხვა გამოსავალი, უნდა მოიქცნენ ფაქტობრივად როგორც შეიძლება ითქვას კრიმინალები, რაც გარკვეული ტიპის ავტორიტეტი ჰქონდეთ იმ სუბკულტურაში. შემდეგ, როდესაც გამოდიან ისინი უკვე და ტოვებენ ამ დაწესებულებებს, ყველა ეს ინფორმაცია, რაც შეგროვილია ამ ბავშვებზე, შეიძლება გადაეცეს იმ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დეპარტამენტებს, რომელსაც შეიძლება ამ ბავშვების საწინააღმდეგოდ გამოიყენო. ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ ამ ბავშვმა თუ მცირედი დანაშაული მაინც ჩაიდინა, უკვე გაუნძიებელი იგი ურბნის ინსპექტორი, როდესაც მივა ამ ბავშვთან, უკვე შექმნილი აქვს წარმოდგენა, რომ ეს არის კრიმინალი. ამ მონაცემების არასრული ფორმით გასაჯაროებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვს საზოგადოებაში ინტეგრაციაში, რაც ძალიან დიდი რისკი შემცველია შემდგომში, ვინაიდან ეს მონაცემების გამჟღავნებამ არასრული ფორმით შეიძლება გამოიწვიოს მის სტიგმატიზაცია, იარლიკის მიკვრა. აუცილებელია რომ კანონმდებლობაში და საკანონმდებლო აქტებში, როდესაც შეიმუშავებს ამის ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ყველაფერი მონაცემების შენახვის წესი, განადგურების წესი, გაცვლის და ამაზე ვინ უნდა გაეცქრა მონაცემები, ეს იყო დარეგულირებული, მკაცრად მოხსენებული ჩარჩოშო, არაკვალიფიცირებულ პირებს ეს მონაცემები ხელი არ მიჩნდებოდეს და ყველანაირად იყოს დაცული მონაცემები გამჟღავნებისაგან, იმ რისკისაგან. ესეთი დღეს არსებული კანონმდებლობა მაგის გარანტიებს ვერ გვაძლევს სამწუხაროდ.